სოფლის სიუჟეტების გადაღებისას მე გამახსენდა რომ აქ ცხოვრობს ერთი გემრიელი კაცი, მართლაც მშრომელი, ალალი, პატიოსანი, რა ვიცი, ხნე ადამიანი, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ივანე ტაკიძე და თან რომ ვიღებ სოფელს, მე მგონი თუ თანახმა იქნება და გამოხატავს სურვილს, ეგრე მუშაობს ეზოში. გამოხატავს სურვილს, ჩავწერთ მას, მე ვიცი რომ 80-ზე ზევით არის. გამარჯობა ივანე ბიძია. იცოცხლეთ ბატონო. როგორ ზანდები? კარგად, მადლობთ. შეიძლება მოვიდე? მობზანდი. ჩვენი ოჯახის თვალს ღებულობს ყოველთვის. იცოცხლე, ვიცი ეგა. გაუმარჯოს. გაუმარჯოს, მოდი შეგეხოთონა ერთი. როგორ ზანდები? სიბერის ეგვარა კარგად. ესე როგორც იყავით კიდევ ისე ხართ მართლაც ყოჩახ თქვენ რა. ასე ჯამთელი ნაწევდე იმ ქვეყნად. ჯერ აიქნა იქცასლავდე, მაგრამ მართლაც თქვენი მშურს ყველანაირად. ივანე ბიძია, ახლა მე სოფელს ვიღებ ახლა თქვენ ასაკოვან ადამიანებს ინტერნეტი და ტელეფონი მაინდამაინც არ გიდაცეთ, მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ, შეიძლება წაიცოდეთ, არ ვიცი, მაგრამ ასე სოფელს ყველა სახკარს ვიღებ. მე ასაკოვან ადამიანს მოხუცებს აღარ ვარქვენ, ასაკოვან ადამიანებს ვიღებ და აგერ მომენტიც ვნახე რომ ხარავლაში შემოვედი, ვიღებ აგერ ტაკიძეების უბანს და თქვენამდეც მოვედი და რა ვიცი, თუ სურვილი გექნება პატარა სიუჟეტი გავაკეთოთ ასაკოვან ადამიანებზე და კი ბატონო. ასე ხნიერი კაცი თუ მოგაგონდი, მობრძანდი, დიდი მადლობა. როგორ გეკადრება პირიქით, ისეთ ძალიან ბევრი ყავს სოფელში, ამის თქვენისთანა ასაკოვანი ადამიანები და ყველა თავისებურად მართლაც კარგები ხართ და ლამაზები ხართ და რა ვიცი. იცოცხლეთ. ესე იგი თანახმა ხართ. თანახმა ვარ. კარგით მაშინ. სახში შევიდეთ ესე იგი, ხო? სახში გავაკეთოთ სულ. კარგი ბატონო, დავიდეთ. ეს რა საქმიანობთ ახლა ამ შიშას ალაგებ? მომზადებ ალაგებ, დავალაგო შიშა. ძალიან კარგით. ივანე ბიძია, ბატონო ივანე. ხანას მოგმართავთ. ყოველთვის ყველა ჩემს რესპონდენტს პირველად ვეკითხები წლევანობას და რა თქმა უნდა თქვენი წლევანობა უნდა გითხრათ. კი ბატონო. დავიბადე 1940 წელს, პირველი მე-7 თვე. ბავშვობა ყველასათვის ცნობილია, რომ გაჭირვებული დრო იყო. 11 დედმამიშვილი ვიყავით. 11 დედმამიშვილი ვიყავით. მიუხედავად ამისა, მამაჩემი შეძლებული კაცი იყო, შეძლებული გლეხი, მუშაობდა საგზაოში. მუშაობდა, ნაკვეთები ჰქონდა, მიწის ნაკვეთები, იქ წასვლამდე, მოსვლამდე მუშაობდა და ჭამასმა არ გვიჭირდა და ჩაცმა დახურდა გვიჭირდა, იმიტომ რომ მაშინ ახლა რომ ყველაფერი გაფენილია, ქალაქში ისე არ იყო. ჩაცმა დახურვა გვიჭირდა, რაღაც თითოეულა გამოსაცრელი საროჩქა და კასტუმი თუ ჰქონდა. დავიწყე ბავშვობიდან, ბავშვობა ხარავის საშუალო სკოლაში და საშუალო სკოლა არ იყო მაშინ. მაშინ იყო დაწყებითი სკოლა. დავიწყეთ დაწყებითი სკოლაში, დავიწყე სწავლა, დავამთავრე 8 კლასი. 8 კლასის დამთავრების შემდეგ წავედი უჩამფაში. იქ იყო საშუალო სკოლა მაშინ უჩამფაში და აქედან უჩამფაში სიარული ვერ შევძელი, წინააღმდეგში ნათესავი გქონდა, მაგრამ ყოველთვის იქაც ვატყობდი რომ გაჭირვებული ოჯახი იყო და აქ თქვეს მასწავლებლებმა უფროსებმა რომ ჩვენთან საშუალო სკოლა გაიხსნება მომავალშიო და დავტოვე და გადმოვედი ესე სოფელში 1 წელი გავაცინე. ხარავლაში გაიხსნა საშუალო სკოლა და გავნაგზეთ ხარავლაში საშუალო სკოლაში.
დავამთავრე 1960 წელს დავამთავრე ხარავლის საშუალო სკოლა, გამიწვიეს ჯარში. ჯარში მოვხდი ბელარუსიაში, ანკაველ პოლკში, იქ დავამთავრე სამეხანიკო ტანკისტობა, მეხანიკო ავიტელი ვიყავი. პარალელურად ვსწავლობდით, უნდა გვესწავლა აფეთქებითი სამუშაოები, რომ რაიმე შემთხვევაში ჩვენ აფეთქებაც გვეწარმოებია ყოველ მომენტში საჭიროების მიხედვით. ქონდა ტანკისტის პირველი კლასის სპეციალისტი ვიყავი და იგი შეთავსებით დავამთავრეთ აფეთქებითი სკოლა, 3 წლიანი იყო მაშინ, 3 წელი მოვიხადე სამხედრო სამსახური, დაუბრუნდი 63 წელში. 63 წელში დაუბრუნდი, აქ მაშინ წასვლასაც გვიგზავნებდნენ სადმე სამუშაოზე ვერ წახვიდოდი. ისეთი პირობები იყო. დავიწყეთ კოლექტივში მუშაობა, რადგან ტანკისტი ვიყავი და ტექნიკასთან ახლო ვიყავი, მიმამაგრეს ტრაქტორისტობა შევძენე. რამოდენიმე წლის შემდეგ კარგი სპეციალისტი ვიყავი ტრაქტორისტობას, მაგრამ თავმჯდომარე ისეთი კაცი იყო, რომ მარტო იმას იქნოდა. სამუშაოს ერთ საქმეზე დაჟე ნორმებსაც გვაძლევდა. 500 მეტრო კიდო თუთუნის ნორმა გამიმატეს. საჭირო შეგევიგე რომ რაიონში უნდადნენ ამფეთქებელი. იქაც წევედი ხანდახან იქაც მუშაობდი. მიმიღეს კარგად, იქაც კარგი დამსახურება მქონდა, თითქმის ყველა ამფეთქებლების მიხედვით პირველ ადგილზე ვიყავი. და იქ იმაში დამეხმარა ისა, რომ საგზაო უფროსი იყო მაშინ ვასილაძე უზეირა და ბიური იმას პარტიის წევრი ვიყავი და პარტიის ბიუროზე თავმჯდომარეებიც იყვნენ ყველა და იქიდან მოსთხოვა ჩვენ თავმჯდომარეს, რომ ყოველთვის თუ არა ზოგიერთ მომენტებში მაინც წევსი ვიყავი იქ და მე მუშაობდი. და თანდათან დავიწყე იქაც მუშაობა, კომუნიკაციაშიც მუშაობდი. გამაჩენს ბევრი შვილები ყავდა. 64-65-ში უკვე კომუნიკაციაშიც მუშაობდი, საგზაოშიც მუშაობდი, აქ რომ სამუშაო არ იქნებოდა, იქ წევიდოდი მუშაობდი. დამსახურების მიხედვით კარგი ავტორიტეტი მქონდა, როგორც აქ კომუნიკაციაში, ისე საგზაოში. საგზაოში ისეთი დამსახურება მქონდა, რომ 80 წელში ტურისტული ის იყო მოგზაურობა საზღვარგარეთ, ბულგარეთში. და პირველი მე დამასახელეს, რომ ტურისტად გამაგზავნეს ბულგარეთში. იქ არაბებიც იყვნენ, ინჟინერებიც ყველა, მაგრამ ალბათ დამსახურების მიხედვით მომიწია. ერთი 22 დღე ბულგარეთში ვიყავი ტურისტად, სოფიაში რომ ჩავფრინდით, სოფიიდან ვარნაში ჩასვლამდე ყველა ქალაქები და ყველა ტერიტორია მოვიარეთ. და ვარნიდან 22 დღის მერე ვარნიდან მოვფრინდით კიევში და კიევიდან თბილისში. ახლა ერთი უნდა შეგეკითხო ივანე ბიძია. 11 დედმამიშვილი იზრდებოდით იმ პერიოდისათვის.
ახლა მე წარმომიდგენია დღევანდელ ცხოვრებაში რომ მშობელს 11 შვილი ეყოლება და 11 შვილსო გაზდის. აი, რაღაცნაირად უნდა მომიყვეთ რომ როგორ იზრდებოდით, როგორი ცხოვრება გქონდა, როგორი ბავშვობა გქონდათ. ამ ბავშვობის პატარა მონაკვეთებს თუ აგვიღწევ. ბავშვობას სწორედ გითხრა, ბევრი არიკადებს, გაჭირვებული დუხჭირით. რა თქმა უნდა, ყველასთვის, მასე იმ პერიოდისთვის, იმ პერიოდის ყველამ ასე იყო, მაგრამ მაინც როგორ გახსენდება ის ბავშვობაც. ბავშვობა მახსენდება ძალიან გაჭირვებული დუხჭირით ცხოვრება რომ იტყვენ ფესეთი. აი 10 შვილი რას თამაშობდით? გამოვიარეთ გაჭირვებული დრო. გაჭირვებული დრო გამოვიარეთ. თამაშობდით ეგ ახლა რომ მე ბაღანას სათამაშოები აქ და ველოსიპედები და ისინი აქ. ჩვენ რაცა ის გვალეხით გოგრებს მოუხევდით, კაჭკას ვაკეთებდით, იმაზე ვკატაობდით და ერთი ამბავი იყო. ახლა რა უნდა? ახლა და არის რომ იტყვიან 64-ში ვართ. ი ბატონო. ხო, ახლანდელი ახალგაზრდობა არის სწავლის ან რამე გუჭირდება, მაგრამ მართლაც საინტერესო იქნებოდა ის პერიოდი, რომელცა თქვენ იზრდებოდით და მართლაც სასიამოვნო მოსაკვეთილი ხომ მაინც არის მაინც. სასიამოვნოც იყო და დუხჭირიც. თან ის იყო, მაშინ უფრო მორიდებული ვიყავით, მასწავლებლებზე მორიდებული. მასწავლებელი იქით გზაზე რომ შორიდან დევნახევდით, გზაქროს ჩევდოდი რომ მასწავლებელმა რამე შენიშნა თუ ვერ იდებოდით მასწავლებლებს. გერიდებოდა. ახლა მასწავლებლებს აღარ ერიდებიან ახალგაზრდები. ჩვენ უფრო ვერ იდებოდით. რამდენი წლისა დაქორწინდით? გავქორწილი 25 წლის ვიყავი. მოვიყვანა ისე სოფლელი გოგო ნაზი ბერიძე. ჩვენი სოფლელი მით უმეტეს რომ თანაკლასელები ვიყავით ჩვენ ერთად დავამთავრეთ საშუალო. ესე იგი სიყვარული გქონიათ თუ არა? და მაშინ ტელეფონი არ იყო და რამე შეხვით. ტელეფონი არ გჭირდებოდა თანაკლასელები ვიყავით. თანაკლასელები ვიყავით, მაგრამ სოფელში ვერსად დელაპარაკებოდი რომ დალაპარაკებულიყავ სოფელში ვინმეს დაენახა, ერთი ამბავი მოტა ატყდებოდა. და ჩუმად თუ რამე შევხვდებოდით სადმე ველაპარაკებოდი და მშობლებს მამაჩემს ვერაფერს ვერ ვეტყოდი და დედაჩემს უფრო გუმჟღან რამე ამიტომ კაცსამ გულგზავნოთ ელჩი მეთქი და ისინი მეტყოდნენ უფრო. ახლა დაქორწილების დრო. დაქორწილების დრო თუა ეგერ გუგო და გულგზავნოთ ვიღაცა მაჭანგალი ელჩი მეთქი. და მამაჩემს შუახევში ყავდა ხალაში დეიდაშვილი. დეიდაშვილი და ის დეიდაშვილი იმ ყედირა ბერიძის იყო სიძე. მამაჩემის დეიდაშვილი იმათი სიძე იყო, სადაც ხამაჭანკალი უნდა გიგზავნა. კაი იმასაც კაი დამსახურება ქონდა იმ ოჯახში და ნაცნობ ყველანაირად კარგი და გაკეთდა ის საქმე. ქორწილობა იყო თქვენ დროს? ქორწილობა იყო როგორ იცი, დავლი ჭიბონი. მაგას ქვია ქორწილი, მაგია დავლი დავლი ჭიბონი. ალი სულთანს ჭიბონი ქონდა და მომღერლები, სოფლის მომღერლები იმღერებდნენ დავლი. სმა იყო, სმა იყო ხო? იყო. რა თქმა უნდა ხარავლაში ახლა მამაჩემს ღვინოს ყოველთვის ქონდა წურავდა. ესე იგი როგორც ქორწილი პატარა დავლი ჭიბონი და მთელი ქორწილი, მაგრამ ოჯახში რომ ქორწილი გადაიხდი და. კი ბატონო. ოჯახში რომ ქორწილი გადაიხდი, ასეთი ქორწილი გადავხდით და შევუღდით, გაგვიჩნდა 4 შვილი, 3 ვაჟი, 1 გოგო. ყველა დასახელებულია რომ დღეს რიცხვისათვის და ყველა კარგად არიან. შვილიშვილები რამდენი ხართ? შვილიშვილები 9 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. გიმრავლოს ღმერთმა, მას შვილთაშვილი. შვილთაშვილი. გიმრავლოს ღმერთმა და გამრავლოთ ღმერთმა. იცოცხლეთ თქვენ. და საუბედუროთ 70 წელში დამაკლდა მეუღლე და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზეც. ისეთი ავადმყოფი იყო, არაფერი არ აშველებოდა.
ესეთი სენის დაავადება ქონდა და მე მარტო დავრჩი და შვილებთან, ძლებთან ერთად, მაგრამ ოჯახი მისი ერთად შევქმენი, ბედნიერი ოჯახი მქონდა მანამდე. სტუმარი თუ მოვდოდა სოფელში, თითქმის ჩემკენ წამოვდოდა ვინმე. უფრო სტუმართმოყვარე იყო. სტუმართმოყვარეობა მამას ჩემთან რაც ისე იყო და აქაც ისე გავნაგზეთ ცხოვრება, ისე ვიყავით აწყობილად კარგად და საუბედუროდ ასე მოხდა. დავრჩი ასეთ მარტო 70 წლის მერე, 70 წლის ვიყავი. 70 წლის მერე მარტო ვარ 15 წელი და ვართ ასე ნელა ცხოვრობთ ხავს ძლები მე როგორც გიცნობთ და ამდენხანია გიცნობთ, ახლა მე 56 ვარ მე. როგორც მე თქვენ პირველად ბავშვობაში დაგინახეთ და გაგიცანით, აი გინდა მიჯერეთ და გინდა რა. ნამდვილად ისეთი შეხედულობის, ისეთი ენერგიით, ისეთი რაღაც ჯამთელად ხართ და ძლიერად ხართ და დღესაც ეს ყველაფერი ასე ლამაზად მოგზდევთ. ეს გენეტიკურია თუ რაიმე თქვენი საიდუმლოება რომ ასე ხნეთ ძლიერად და მაგრად გამოიყურები, ამასაც თუ გვეტყვიეთ ივანები ძიებთ, რომ მართლა გეუბნები და ზუსტად ისეთივე ხართ, რაც ბავშვობაში მახსოვ ხართ. და ამის საიდუმლოება გითხარი, ყველას ვეკითხები ამას. ამის საიდუმლოება რა საიდუმლოება არის ახლა? მამაჩემი ასე გაჭირებულად ვიყავით მეთქი, საჭმელ სასმელი და ის არასდროს დაგკვლებია. საჭმელ სასმელი, კაი საჭმელები და ძროხა ყავდა, თხა ყავდა, ცხვარი ყავდა და საჭმელი ყველაფერი კარგი იყო. მემრეც გავნაცილდი მეუღლე მუშაობდა სკოლაში, მეც 2-3 ადგილზე მუშაობდი პარალელურად ხანიკ არ მიჭირდა. даже მაშინ ისეთი დრო იყო რომ რამდენჯერ თევზი მაცივარში გაფუჭდა და კი, მე მაგაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმას, რომ თქვენ ეს სიჯამთელი ახლა რო ხარ ასე. სიჯამთელი ალბათ გენეტიკურად ასე მამაჩემი ძლიერი. რამდენი წელი საბრძანდებოდა მამა თქვენი? რამდენი წელი ცოცხლა? 87 წელი ცოცხლა. გარდაცვალების დროს ბათუმიდან ერთი ფუთი რომ მივიტყვია 16 კილო ტვირთი ამეიტანა და სახლში არ შემოტანია. აგერ ჩემ ბოსტანში მის მაღლა სახლში არ ესულა და ჩემ აგზე ბოსტანში წამოუწვა ორდზე და იქ დავია სული. ბათუმიდან 16 კილო ერთი ფუთი ტვირთი ამეიტანა აქ დანდალოდან ფეხით აქ. სულ მოძრაობაში ხედავთ, სულ მიდიხართ, სულ მოდიხართ, სულ მახსოვს აფეთქებებზე ყოველ სვანეთშიც დადიოდ სვანეთში გვირაბი გავჭარით 230 მეტრო. ამფეთქებელი მე ვიყავი და იქ მარტო ერთი ყარავლები და მძღოლი მეხმარებოდა. სხვა რამე ისა არ შეხება არ ქონდა და მარტო ვიყავი გვირაბში თურქები გამოზიდავდნენ, მე ვაფეთქებდი. ყველაზე კიდევ ძნელი სამუშაო იყო პრომეთეს ღვინეში ოვალურის მე გავაკეთე. ხედავ, კიდევ რა გაიკეთებიათ, ეგ არ ვიცოდი უკვე და რა თუ რამე ასე მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთებული, ჩამოგვითვალეთ. ის თბილისიდან პრომეთეს ღვინე დაწყებული იყო თურმის უკრაინელების მიერ. და უკრაინელებს კომუნისტების ვერ შეესრულებიეს ის სამუშაო, რაღაც ხელი შეშლა ყოფილა და მე რომ დავწერ აჭარიდან ისინი რომ იქ თბილისელი გოგრაჭიანი იყო დეპარტამენტში უფროსი ინჟინერი და იქ სამუშაო რომ ძნელი იყო, იქ განსაზღვრა გრამებში და მილიგრამებში ნაყოფილიყო რომ იმ გვირაბში რომ შევდოდით და ვაფეთქებით, ზევიდან სახლები იყო. იმ სახლებს არ ეგზნეს მოსახლეობას ისეთი აფეთქებამდე ჩიმეტარებია. ზუსტი გაზომვა ის უნდა გამოთვლა 500 მეტრო შევედით ისე ოვალურად
გავაკეთე 500 მეტრო და ახლა ნავები დადის და დინარაში. კიდევ რა მნიშვნელოვანი ობიექტები გაიკეთებიათ, აგიფეთქებიათ თუ რაღაც. იმაზე ადრე გვირაბიში უშო ქვედა მხარე მახინჯავის გვირაბი რომ დაიწყეს ასლანაბაშიძე იყო მაშინ ქვედა ახედან მიმოვალი მარცხენა მხარე გვირაბი თურქებმა გაჭრეს ბოლომდე. მეორე რომ დაიწყეს მარჯვენა მხარე გვირაბის გაჭრა, იქ რაცხა ფულის ხარჯვის ის იქნეს დაარღვიეს ისინი და ეს მაშინდელი ბრიგადა იქ ინჟინერმა მაშინ ვინც ამის ის იყო ხელმძღვანელი ფული წერა სევდა როგორც ახლა შობია ზოგიერთები ისე იყო მაშინაც და ზედა მხარე გვირაბი მახინჯავრისა მე მაქვს აფეთქებული სვანეთში გვირაბი პრომეთეს ღვიმე ყველაფერი ჩემ ხელში იარა და ასე დამსახურებულა ოჯახ მართლა დამსახურებული ადამიანი ბრძანდებით მე იმას ვამბობდი ბოდიში გოგრაჭიანი იყო დეპარტამენტის ინჟინერი მთავარისა და ვინ გააკეთებს ამ სამუშაოს პრომეთეს ღვიმეში აჭარელი ბაბუი ჩამოუყალოთ ფენზე თქვის აჭარული ბაბუი ჩამოუყალოთ ბათუმში კიდევ დავა იქ ჩასლანდი ის გოგრაჭიანი მიცნობდა მე ის ქალაქში წავაქციე ის სასტუმრო ინტურისტი ინსტიტუტის გვერდზე 51 მეტრო მუშაობებული რომ იყო ინტურისტი სასტუმროს ზედამხარეს არა სასტუმრო ზედამხარეს და ინტურისტი ქვედამხარეს 51 ნაბიჯი იყო რომ გადავთვალე და იქაც დამაზად მომი გავაკეთე აფეთქება ხო 3060 ზარიადი მქონდა 3 საათულზე ის ერთად გავაფეთქე 8 დღეს უწყე ზოგი ხარაველი ადამიანი რომელიც ასე დაბადებული გაზრდილი პროფესიონალი ყავით თელ საქართველოს მასშტაბით თქვენ მართლაც უნდა ვიღაცები უნდა აღნიშნავდნენ ამას და რაღაც პატარა სიმბოლურად მაინც ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ რომ ასეთი პროფესიონალი იშვიათობაა საქართველოში შეიძლება მოიძებნოს მე მგონი მე ასე ვიცი ძალიან ბევრი არ არიან ძალიან ცოტა არიან თქვენისთანა სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში თუ ხადმეს ძნელი სამუშაო იყო ჩემი შესაძლებელი ოჯახ ძლიერი ბრძანდებით და რა ვიცი ღმერთო იმაში რამდენ ადგილზე პადუაშიც მაქვს აფეთქებული კაცი გამოვიდა ადგილის გაკეთება უნდა რაც ხამარნის იმის პადუაშიც მაქვს გაკეთებული ბევრ ადგილზე და კარგად წარმატებულად გამომივიდა ასეც კოლექტივში ასე ვიყავი რაც დავალებას ვასრულებდი და მე ყველგან აფერებდით კოლექტივში მუშაობდით ამფეთქებელიც იყავით ოჯახშიც მუშაობდით ვიდიოდით მოდიოდით და დღესაც ასე ხრეთ და ძლიერად გამოიყურებდით შაქროერომე მაგერდი წერია შაქროერომე თაბაქსიაში მუშაობდიო ვიფიქრე ეს ზაფხულის მუშაობა ხომ იყო თაბაქსიაში იყო შემოდგომაზე გათოვდებოდა მაშინ ასეთი რომ ვიყავი იქაც ჩიმიყვანეს სამთრობით იყავა ქაო 1-2 თვე მუშაობდა იქაც ნამუშავრმა თაბაქსიაში ოჯახსაც ხა შევმატო ოჯახსაც გავაკეთო მეთქი და მე მამაჩემიდან რამე არ ჩამომიტანი აგერ ხომ ხედავ თქვენი ხელებით ჩვენი ნაშრომი ჩვენი იმით გვაქვს გაკეთებული ყველაფერი ღმერთმა შეგარგოთ ღმერთმა გახმაროთ და ღმერთმა დიდხანს ავიცი აგერ თქვენი შვილების და შვილიშვილების ერთად გამყოფნოთ და იყავით ღმერთმა დიდხანს თქვენ ახალგაზრდები გამყოფნონ და ბევრი კაი დრო მოგასწრა ივანე ბიძი ახლა შენ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი დრო პერიოდი გახსენდება რომ შენთვის იყოს ძალიან რაღაც კარგი მოსაგონარი რა მომაგონდება იცი ხანდახან მე რო გითხარი რომ ჩემი კლასელი ნაზიკოში მიყვარდა და დედაჩემს მომხილო თუ ძალიგინდებიან უგზეთ ერჩიე მათი ძალიან სოფელში ისე ამფერი მაშინ გოგოს ვერ შეხდებოდი ვერ იმას იქმოდი და ერთი სკოლი იქ თვითონ ზებიდან მოვდოდა მის სახლიდან ეს სოფელ ხარავაში ცხოვრობდა მე აგერ ქვედასოფლ უბანში ცხოვრობდი და შემხდა
ღელეს ბარები ღელეს აქეთ მარტოდ შემხდა რაღაც და დეველოპარი მანაც რამე ის არ ქონდა და რაცა ახლოს რომ მივედი ნახალნა ვაკოცი რატომ მაკოცები რომ დიგვინახოსო და ესე იგი მომკლავსო და ხალა სიყვარული გქონიათ იმ დროისათვის და ხედავ შენ და იმის მემრე თვითონაც უკვე იცოდა ვიცოდი ყველაფერი ის იყო და შემხდებოდა ველაპარაკებოდი და მე ვიყვანდი და 45 წელი ვიყავით ძალიან კარგად, მშვიდად, წნარად და თითქმის სოფელში ხადმე თუ ვინმე სტუმარი შემოვიდა და ჩემთან ნაზიკოსთან ჩერდეთ, ივანესთან ჩერდეთ. მე მანათერში ამყოფნოს, მე თო იმ დუნიას ყველაფერი რამე თუ არსებობს მას მიცდა და მამა თქვენის დამსახურებული მასწავლებელი იყო, გამოცდაზე იყო, გამოცდას ესწრებოდა ხარავლაში და ჩემთან შემიარა და შენ გოგოსო 5-იანი დუწერე მეო, ქეთინი არ უწერდა და მე 5-იანი დუწერეო და ისა შემოუპატიჟე და 4 ჭიქის ღვინოს მეტი არ დავია. მიუხედავად ასაკისა და დამსახურებული მასწავლებლისა, კაი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მე და მამა თქვენს. ძალიან შემოვნახლეს პირველად მესმის თქვენგან ესეთი რაღაცა. სხვა კიდე რას ვეთქვი? მნიშვნელოვანი რაღაცი თუ რამე სხვა გინდა ან მე ვერ გეკითხები და ვერ გაგებინებ შეიძლება თქვენ თვითონ გინდოდეს აიმის თქმა. ბევრი ამბავი გაქვს დეპენდებული ამ ფეთქების დროს ვიყავით მთებში იმაში ხულოს მთებში წვანე ტბაზე რომ გზაგევდა იქ ვიყავით მუშაობდით მთებში საინტერესო იყო მეორე მუშაობის პერიოდში თითქმის საინტერესო იყო დავდიოდით ყველა დავდიოდი მუშაობდი სადმე რამე უარყოფითი ის არ მიმიტანია სადმე ალალად და ლამაზად შრომობ ალალად და ამ შრომით ამ საქმით ვარ ასე დღეს რიცხვისათვის დარწმუნებული ვარ მე ვიცი ხა თქვენ სახში ყველაფერს აკეთებთ ფიზიკურად რაც შესაძლებელია სოფლის საქმეები რაც შეიძლება რაც შეიძლება ახლა სწავლა მინდა და რამე და რაც შეიძლება კიდევ მუშაობა მე თვა დიდხანს გამუშაობს და დიდხანს გამყოფნოს ამ ოჯახში დიდხანს თქვენი გაცოცხლონაზე მართლაც რაღაც იტყვი არ მკეთილი შურია უკეთილი შური თუ ამ მნიშვნელობა აქვს შურიო მაგრამ თქვენი აი ის თქვენი ენერგია თქვენი ეს ხნეობა ეს რაღაც მართლა მშვენიო ყველ ბევრ ახალგაზრდას ჯობი ხართ ენერგიაში და ბევრ ახალგაზრდას კიდევ დევეჭედე ყოიჩა როგორ შეადარებდი თქვენი ახალგაზრდობის პერიოდს თქვა დღევანდელი ახალგაზრდობის პერიოდს თქვა ასეთი ან ადრინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი ადრინდელი პერიოდი ძალიან გლახა იყო არ იყო კარგი სახარბიელო კი ბატონო ყველანაირად ახლა ჩემს ბადიში თუ დაგაინტერესებ დაგანახოთ ერთი 12 სპორტული ის აქვს რაც კაი ფეხბურთელების ისინი ყველაფერი აქ და მე მქონდა ეს 1-2 გამოსასწორი რა შედარება არის დრამატული შედარება არ არის ივანებიძია რა ვიცი ახლა მე თქვენ გინახიათ არ გინახიათ მე მგონი ზოგიერთი პატარა ნახეთ მონაკვეთები თქვენისთანა რა თქმა უნდა საკოვანი ადამიანები სოფელში საბედნიეროდ ბევრი ყავს საბედნიეროდ ბევრი არიან და ძალიან ყველა თავისებურად საყვარლები არიან და მე მინდა რომ აი მათ რაღაც თქვენის როგორც გაამხნევოთ შენია თქვენი ასაკის თქვენზე უფროსებიც 90-94 წლის ხალხი არიან ჩვენ სოფელშიც არიან კი გადმოვედი უკვე ხარავლაში თქვენ პირველი ბრძანდებით ხაავლელი მე ყველა იმ ხანდაზმულებს უცოცხლობას ჯანმრთელობას კარგად ყოფნას დიდხანს იცოცხლეს და იყონ მხნედ კი ბატონო ახლა ყველას ვეუბნები ასეთ რაღაცას ფინიშისკენ მივდივართ თუ რამე სათქმედი გაქვთ თქვით თქვა და უკვე ფინიშისკენ მივდივართ
თქვენ მიახლოებით ესე იგი 86 წლის ბრძანდებით, ხო? ესე იგი მიახლოებით 14 წლის მერე ან 15 წლის მერე მე კიდევ ასეთ სიუჟეტებს, სოფლის სიუჟეტებსაც ვაკეთებ, სოფელსაც ვიღებ, ასაკოვან ადამიანებსაც ვიღებ და ესე იგი 100 წლის იუბილე გექნებათ 16 წლის მერე. ხო და ამ 100 წლის იუბილეზე კიდე დაემატება ის ისტორიები, რომელიც კიდე მოგვიყვები და 100 წლის იუბილე მერთმა თქვენ მოგასწრა. არა, მაგით, აი ნახეთ. ხო და მოდი ასე შეთანხმება დავუდგათ, რომ 16 წლის მერე კიდევ ასეთ სიუჟეტს გავაკეთებთ. ღმერთმა ხნას. თქვენი მეშვეობით. კარგით აბა და 16 წლის მერე შევხვდებით. კარგად, ზანდებოდეთ. იცოცხლე, თქვენაც კარგად ზანდებოდეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას და ხმელობას. სიკეთეს. გაიხარეთ.